ერთი რამე მინდა თქვა რა, ჩვენი ერი ბედნიერი ერია. წინა დღეებში რაც ვნახეთ ჩვენ ცოტა ხნის წინ, ხო? ეს ახალგაზრდობა რა, ეს ჩვენი ლამაზი ახალგაზრდობა. უფროს თაობასთან ერთად. როგორ მოდიოდა სამების ტაძარში, ამდიდებულ ტაძარში. და რა ჩანდა მათ იმაში, ხო? ადამიანთან მიდიოდნენ? არა, სხვა რამეს ხედავდი რა, იქ ვიყავი და ხომ გითხარი, ნახევარ საათს, მაქსიმუმ 1 საათს გაჩერებას ვფიქრობდი და რას დავინახე ჩემერში, ვეღარ მოწყვიტე ფეხი რა, ყველაფერი დამავიწყა იმან. გული სხვანაირმა სიტყვამ და სიხარულმა ამისო და ამ ახალგაზრდობამ. ჯერ ძალიან მიყვარს ახალგაზრდობა რა, ყოველთვის აი ჩემს მეგობრებთან ერთად ვფლიდი რომ ჩვენს თაობაზე კარგი ახალგაზრდობაა. ვინც მოდის, ხო? ჩვენზე კარგები არიან. ჩვენთან ვიცით ხოლმე გამოცდილება გაქვს ესე. ჩვენი გამოცდილება ჩვენთვის შევინახოთ. ესენი არიან ალალები არიან, ძალიან ალალები არიან და მოდიოდნენ ღმერთს ადიდებდნენ. სხვა სახეზე სხვა სიხარული ჰქონდათ, ხო? ის უხაროდათ რომ გარდაცვლილი იყო ადამიანი არა. ღვთისდედებას ხედავდნენ ყველგან რა. ვისთან მიდიოდნენ, ხო? სამებაში მიდიოდნენ, ნახულობდნენ იმ ადამიანს, ვინც თავის ცხოვრებით, ხო? გაიარა ის გზა, რაც თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გავიაროს. ერის სიყვარულში, პირველ რიგში ღვთის სიყვარულში, ერის სიყვარულში, მოყვასის სიყვარულში. რამდენ დამცირებას და რამდენ ბრძოლას და იმას გაუძლო, ხო? ადამიანები ვართ, ადვილი ხო არ არის, არ შეხედეთ რა, რაც არ რო არა ღმერთი რომ არ იყო შენთან, როგორ უნდა გაუძლო ასეთ რაღაცეებს, ხო? და ღმერთს ადიდებდნენ, რომ მოდიოდნენ, მადლობდნენ ღმერთს. და ეს შინაგანად რა იყო, იცით? ჩვენი ახალგაზრდობა ნათლად გვანახა ის, რაც ჩვენი წინაპრები იყვნენ, აბსოლუტურად ისეთები და კიდევ უკეთესები არიან. მე მახსოვს პატრიარქის შეფასება 2013 წლის 17 მაისის ამბები გახსოვთ. 2013 წლის 17 მაისი ჩვენი ერი რომ ისე არ დამდგარიყო, დღეს აბსოლუტურად სამოცემულობა იქნებოდა ჩვენ ერში რა, ეკლესიაშიც. და უნდა გენახათ ჩემი კოლეგების, ჩემს წინააღმდეგ როგორ იყვნენ განწყობილები.